ყოფილი მე-6 სკოლის ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დროს მოსახლეობამ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას კვლავ ითხოვს. ნინოშვილის 25 ნომერში მცხოვრები ანჟელა ნადირაშვილი მერიის ზედამხედველობის სამსახურს ამ საკითხით დაინტერესებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ნინოშვილის ქუჩაზე ამჟამად საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიმდინარეობს საძირკველის გათხრის სამუშაოები, რის გამოც მოსახლეობის მტკიცებით სახლებს ბზარები გაუჩნდა. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ მოსახლეობამ ყოფილი მე-6 სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტა და ზარალის ანაზღაურებაც მოითხოვა. მაშინ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ზედამხედველობის სამსახურიც მივიდა და სამშენებლო კომპანია ამჯეოს წარმომადგენლებისაგან ზარალის ანაზღაურების პირობა მიიღო. თუმცა ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებთა განცხადებით დანაპირები ამ დრომდე არ შესრულებულა. ამ საკითხზე მერიის ზედამხედველობის სამსახური სატელევიზიო კომენტარს დღეს არ აკეთებს, თუმცა სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანიას დანაპირებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსახლეობას ურჩევენ, რომ დახმარებისთვის სასამართლოს მიმართონ. ზედამხედველები მოიყვანონ პოლიციად, შეამოწმოთ რა ხდება, რომ ისინი არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ყურადღებას არ გვაქცევენ ზარალის ანაზღაურებას. მე მგონია მერია ამას შეამოწმებს და მიხვდება რა ზარალია აქა. 20 დღეში ყველაფერს დავამთავრებთო, ყველაფერსო. მაგრამ გავიდა უკვე მე-4 დღეა და იმდენი არაფერი არ გაკეთდა, მხოლოდ დაბლა ოთახი რაღაცა ცოტა მოასუფთავეს.